გამარჯობა, მე ვარ ელენე, 16 წლის. დღეს არის 2 მარტი, 2025 წელი. მოკლედ, ამ ვიდეოს იმიტომ ვწერ, რომ მქონდეს მოტივაცია და მქონდეს თქვენთან კონტაქტი. იმიტომ რომ ვაპირებ ძალიან დიდ რაღაცას, რაც ჩემ ცხოვრებას შეცვლის. და არ ვიცი რამდენად გამომივიდა სიმართლე რომ გითხრათ მე შენია, იმიტომ რომ არც ერთი ჩემი გეგმა და არც ერთი ჩემი მიზანი იმისა, რომ ცხოვრება შემეცვალა, ყველა ფუჭად ჩავარდა, ყველა მიწასთან გასწორდა, რასაც ქვია. და ძალიან მეშინია ეხლაც, იმიტომ რომ ეს არის არ ვიცი, ასეთი გეგმა არ ვიცი. ასეთი მიზანი მეგონი არავის არ აქვს. მოკლედ, ჩემი მიზანია შევისწავლო ყველაფერი, რაც აქ არსებობს. მოკლედ, შევისწავლო ისეთი რაღა მეცნიერებები, ისეთი საგნები, ისეთი აქტივობები, რომელიც მაინტერესებს და მოკლედ საფუძვლიანი ცოდნა მივიღო ამ თუ იმ საქმეში. მოკლედ, ცოდნა ამ სამყაროში ძალიან დიდ რამეს ნიშნავს, მაგრამ რთული მისაღებია. თუმცა ჩვენი სკოლის ხარჯზე, რომელიც მე არ ვსწავლობ კარგად, სიმართლე რომ გითხრათ, კარგად ვსწავლობდი პირველიდან მეხუთე კლასამდე, იმის მერე მე კარგად არ მისწავლია და მე ვარ მეათე კლასელი, 5 წელი არ ვისწავლია კარგად. იმისთან მიუხედავად, რომ იყო კოვიდი და ჩემი სკოლა და არამტო ჩემი სკოლა, ბევრი სკოლა საშინლად იყო მოწყობილი. პირველივე კლასიდან ჩემი სკოლა იყო საზღვრობა. შემდეგ მე 9 კლასში გადავედი სხვა სკოლაში. და როცა გადმოვედი, ძალიან გამიჭირდა, იმიტომ რომ აქ უფრო მეტი სწავლა იყო, აქ უფრო მეტი პროექტები იყო და ძალიან გამიჭირდა. მაგრამ ამ მასწავლებელმა იმდენად ცუდი გავლენა მოახდინეს ჩემზე, ზოგიერთმა მასწავლებელმა, ბევრზე ვერ ვიტყვი. ანუ ზოგიერთმა, რომ სწავლა შემეწულეს. მართლა ძალიან შემეწულეს სწავლა და ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო ძალიან შოკის მომგვრელი, როგორც ჩემი ეხანდელი პროფესია, რომელიც ახლანდელი მომავალი პროფესია, ვსწავლობ ამ პროფესიას ახლა, გავდივარ კურსებს, რომელსაც ქვია გრაფიკული დიზაინი. ვებ დიზაინსაც გავდივარ. და მოკლედ, ეს იქნება ჩემი მომავალი პროფესია. მაგრამ რადგანაც სკოლაში არ ვსწავლობ კარგად, არც მაინტერესებს, არც ნიშნები მაინტერესებს, უბრალოდ კლასიდან კლასში გადავიდე და სკოლა დავამთავრო. აი, მაინტერესებს დანარჩენი არაფერი. მაგრამ მე მინდა ვისწავლო ის საგნები, ის რაღაცა, არ ვიცი რა დავარქვა, აქტივობები თუნდაც რაღაცა სხვა რაღაცა ვქნა, იმიტომ რომ სკოლა არ მაინტერესებს დიდად. მაგრამ უბრალოდ ამ სისტემისთვის, რომ აქ ცხოვრო და რაღაცა გქონდეს, უნდა დაამთავრო სკოლა. რომელიც მართლა არაფერს არ გაძლევს გარდა ნერვის კუდომისა. სერიოზულად. ანუ ამდენად ვერ ვიტან სკოლას, სიმართლე რომ გითხრათ. მოკლედ, მე დავდივარ 4 რაღაცაზე და აქედან 3 რაღაცა შედის, რაც უნდა ვისწავლო. სულ 10 საგანი მაქვს, საგანთ ვეძახი პატარა პუნქტები და არა პატარა, დიდი პუნქტები, რომელიც უნდა ვისწავლო და შევასრულო. აგერ იქნება ალბათ. შეიძლება მონტაჟში ჩავსვა, არ ვიცი. მოკლედ, პირველი არის გრაფიკული დიზაინი, ჩემი პროფესია, რომელიც მე მართლა მინდა, რომ ვისწავლო და ძალიან მაინტერესებს, სფერები და რაღაცები ძალიან მიზიდავს, მოკლედ. ხო, მეორე არის MMA, რომელსაც დავდივარ უკვე მეორე თვეა. MMA რატო ხო? ეს მიგვირს. უბრალოდ არ მიგვირს. იმიტომ რომ ბავშვობიდან ეს მინდოდა, რომ ძალიან ისეთი ჩხუბარე გოგო გამოსულიყავი და რაღაცა რა, ხო, ანუ ჩხუბი მცოდნა და კარგად რაღაცა ძალიან ისეთი გოგო ყოფილიყავი. მისტიკური. არა მისტიკა არ მაქვს, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ლაპარაკობ და ძალიან ბევრს ვატრატებ და ეხლაც მეტყობა რომ ძალიან ბევრს ვატრატებ. მოკლედ, მესამე ინგლისური, რომელსაც დავდივარ, დიდად რო გითხრათ, რომ ინგლისურში მაგარი ტონი მაქვს, მეთქი და მაგრამ ისი ლაპარაკით, კვარა. საშინელება ვარ ინგლისურშიც. და
ეხლა მინდა რომ გამოვასწორო, ბიერთონეზე ვარ და ვემზადები და არა მარტო იქაო დავალებები მინდა შევასრულო, არამედ მინდა რომ ჩემით განვითარდე. მეოთხე არის ფიზიკა, ის გაგებაში არა ვარ და სიმკვრივის ფორმულის მეტი არაფერი მახსოვს. არ ვისწავლიათ რა მიმოსწორება და ამას დიდი რაღაც ბევრი როგორც ჩემს სწავლას, ისე ფიზიკასაც ბევრი დაბრკოლებები ჰქონდა. მერე აგერ მიწერია საგრემ და ბარემ თავს აღარ დავიტანდა და შევიხედები ხოლმე. აგერ გამოჩნდება, ალბათ არ ვიცი. ქიმიაში გამოცდა მაქვს ამ წელს დაზე არ ვარ. ანუ როგორ ჩავაბარებ. ხო, მე-6 არის მათემატიკა. მათემატიკაშიც არ ვარ კარგი. არაფერში არ ვარ კარგი. არ ვსწავლობ კარგად მეთქენ. უყურეთ არ ვამბობ. ისტორია. მერვე. მე-7 არის ბიოლოგია, მე-9 არის იტალიური, იმიტომ რომ იტალიაში მინდა ჩაბარება და ქართული. ამ რაღაცებს ვსწავლობ სკოლაშიც და სხვაგანაც. მაგრამ ამას სკოლაშიც არ ვაკეთებ, ამას ვაკეთებ ჩემი თავისთვის. და ეს არის იმდენად ცოტა რაღაცა, ძალიან ცოტა არის ის სწავლაც მინდა, მე მაინტერესებს პლანეტები, ძალიან ბევრი რაღაცა, გეოგრაფია, ქვეყნები და ძალიან ბევრი რაღაცა რა. ხო და ამიტომ ეს ძალიან ცოტა არის. მაგრამ ამას ვაპირებ რაღაც გარკვეული დროით რა, რომ რაღაცა მაგალითად იტალიური ვისწავლო. ხო? ამას შეიძლება 2 წელი დაჭირდეს. მეტი, ალბათ არ ვიცი. მაგალითად მათემატიკა. მათემატიკას ხო ულევია ვერ ამოლევ, ფიზიკასაც ვერ ამოლევ, ხო? მინდა რომ აი ეს საგნები ნენა ვისწავლო და რაღაც ახალი დავამატო. და როდის მოვა საფხული ერთი სული მაქვს, მაგრამ სანამ საფხული მოვა, მაგამდე უნდა გავიჭირო. მე სკოლა არ მაინტერესებს. მე-5 ჯერ ვამბობ, უბრალოდ მე მინდა რომ ცოდრა მივიღო და აჰა. სამთარი? სამთარი ამდენხანია მოსულია. ჩემი ძმა არ შემჩა. ხო, მეტი რა ვთქვა არ ვიცი. ეხლა შეიძლება ამოვჭრა, გადავჭრა და რაღაცები არ ვიცი რას ვიზამ. მოკლედ, გეგმა მაქვს შესადგენი და ხვალიდან ვიწყებ. და იმედია რომ განახებთ ჩემ გეგმასაც, ყველაფერს ნენელა ჩამოვწერ. უბრალოდ ესეთი შესავალი მინდა და გამიკეთებინა და რა ვიბოდიალი ასე არ ვარ. არც კამერა მიყურს ერთხელს, არც განათება ეხლა. მაგრამ არა უშავს, ნენელად ყველაფერი კარგად იქნება და გამოვსწორდებით. დიდად მეშინია. იმიტომ რომ არაფერი არ გამოსვლია, რაც კი ჩამიფიქრია, სად არაფერი. ანუ წარმოიდგინეთ, ჩემი თავისთვის რომ მეთქვა, რომ მეთქი ერთგვარს წავიკითხო 10 წლის განმავლობაში გადამულად, აი ეგეც კი არ გამომსვლია. იმდენად უდისციპლინო ადამიანი ვარ, ანუ ხო ხედავთ რა. ხო და ძალიან მეშინია ამ ყველაფერს და არ ვიცი რამდენად გამოვა. საერთოდ რატო დავიწყე, ეგეც არ ვიცი. მაგრამ რაღაცა იქნება. უბრალოდ სწავლა კი არ მინდა გავაანალიზო, გავიაზრო რაღაცა, დავიზეპირო რაღაცა. ტვინი ვამუშაო რა. მარტო ტვინი არა, ნუ ახლა ძალისმიერი რაღაცები მოკლედ რა. არ ვიცი ვიდეო რამდენად კარგი გამოვა, მაგრამ გვიდებით რომ შემდეგი ვიდეოები უფრო კარგი იქნება. მოკლედ ნახვამდის. იმედია ეხლა ამ ვიდეოს ბევრი ნახვა არ ექნება, მაგრამ შემდეგში მინდა რომ ბევრი ნახვა გქონდეს აუცილებლად. და ეხლა უნდა ჩამოვწერო გეგმა. რას ვიზამ და ხვალიდან უნდა დავიწყო. ნახოთ რა გამოვა. აზერ რა გამოვა? შეიძლება არც არაფერი გამომივიდეს. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვცდი და ეს ვიდეო იმის დასტური იქნება, რომ მე კიდევ ვცდილობ რაღაცას და ბოლოს ალბათ რამე გამომივა. და ეს არ ვიცი ხა რატო ავიჩემე რომ ბევრ ამას ვისწავლიდი და ყველაფერს ვისწავლიდი. არ ვიცი. ყველაფერს სწავლა როგორ შეიძლება ვერ ისწავლი ადამიანი ყველაფერს. მაგრამ მინდა და მე ამას გავაკეთებ. თქვენ დახმარება გავამადგება. წავედი. პაკა.